დამატებით კეპკურსისა, სადაც არის უფრო ენერგეტიკული მიმართულებით, მინდა რომ ცოტა ფსიქოლოგიური მხრითაც ყველაფერს მივედმოვედ, ოღონდ რაც შეიძლება მოკლედ და კომპაქტურად და მე უკვე დაწვრილებით, ხო? რაც თქვენ დაგაინტერესებთ, იმაზე შეგვიძლია მეც მოვმართოთ, ან თქვენთაც რაღაცეები მონახოთ. გინდა წასაკითხი, გინდა ვიდეოები. უფრო ხშირი არის ქალების უკმაყოფილება მამაკაცების მხრიდან, უბრალოდ ქალების მხრიდან მამაკაცების უკმაყოფილება და უფრო მეტი არის კაცებისგან გაუბედურებული ქალი ვიდრე პირიქით, ხო? და მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა მრავალფეროვანი იყოს მამაკაცი სხვა ასპექტებში, განათლების, ნიჭიერების, განვითარების მხრივ, ქალთან მიმართებაში ყველა მამაკაცი იქნება ის არისტოკრატი თუ უბრალო, წარმატებული თუ წარუმატებელი, ქალაქელი თუ სოფლელი, ლამაზი თუ უშნო, მოხუცი თუ ახალგაზრდა, მდიდარი თუ ღარიბი და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ. ყველა მამაკაცი მაინც რაღაცა ქალთან ურთიერთობაში ერთ ჩარჩოში ზის. აქ მრავალფეროვნებას რატომღაც დიდად ადგილი არ აქვს. შეიძლება გამოხატვის ფორმა იყოს სხვადასხვა და ინტენსივობა, მაგრამ მამაკაცის ფორმულა ქალისათვის არის ერთი. და ძალიან ხშირად ამბობენ, რომ რაც უფრო ფეხებშია წმინდა, მით უფრო გაგაღმერთებს. რაც უფრო გაექცევი, მით უფრო გამოგეკიდება. და პირიქით, რაც უფრო ჩანჩქერში და შადრევანში აბანავებს სიყვარულის და რაც უფრო აქეთკენ მიეძალები, მით უფრო გაგექცევა და არ დაგაფასებს, ხო? ეს ყველაფერი სწორია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ფეხები შეაწმინდოთ და მართლა უხეშად მოექცეთ. უბრალოდ საქმე იმაში არის, რომ უნდა იყოთ ყოველთვის მოსანადირებელი, მოსაპოვებელი, საინტერესო, იდუმალებით მოცულე და წაუკეთხველი წიგნი, როდესაც კაცი გრძნობს, რომ ყველაზე საინტერესო თავები ჯერ კიდევ წინ არის და არ აქვს მნიშვნელობა ეს ურთიერთობის დასაწყისშია თუ თქვენ უკვე მასთან შვილები და შვილთაშვილები ყავთ. მეტნაკლებად ახლა კი მართალია შეყვარებულობის პერიოდი განსხვავდება ცოლქმრობის დასაწყისი პერიოდისგან და მერე დროში ეს უფრო იცვლება, მაგრამ რაც უფრო შეინარჩუნებთ იმ თავდაპირველ ქალურ მომხიბლველობას, რაც უფრო ყოველთვის გემახსოვრებათ საზღვრების დაყენება, საკუთარი მნიშვნელობის და ფასეულობის, ასე ვთქვათ, ჩვენება, ოღონდ უხეშად ჩვენება კი არა, დავუშვათ გავუკეთეთ რაღაცა ძალიან გემრიელი სადილი, ხო? ეს არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი. ეს უკვე ჟესტია თქვენგან, ხო? ეს უნდა იყოს აღსანიშნავი მისი მხრიდან. და არა ის, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი. ესე არა. თუ კი რაღაც არ მოგწონთ, რბილად დააყენებთ, რა თქმა უნდა, საზღვარს, რომ ეს მწყინს, ჩემთან ესე არ შეიძლება. თუ საჭიროა, შეიძლება ცოტა ხანი კიდევაც ხმა არ გასცეთ, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკანდალები და ჩხუბები. არავითარ შემთხვევაში არ. ყველაფრის მოგვარება შეიძლება ძალიან მშვიდობიანი გზით. რაღაცა უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება უფრო უხეშადაც იყოს საჭირო, მაგრამ რაც უფრო ეს იშვიათად და ნაკლებად იქნება, მით უკეთესი და ცოტა ყველაფერში იქონიეთ ზომიერება. საკუთარ თავს აუცილებლად მოუარეთ ყველანაირად, ანუ სიზუფთავის მხრივ, ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მხრივ, გარეგნობის მხრივ. ესაც შეეხება მოვლას, ხო თვითონ თქვენ. მე მოგჯერთ ტანსაცმლის გარეშე. რაც შეეხება ახლა მაკიაჟს, გამოპრანჭოს, აქსესუარებს, ესეც რა თქმა უნდა, სასურველია რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ და გემოვნებით გეცვათ. ვინც არ იცის დავუშვათ მაკიაჟის ზომიერება, თავისი სტილის მაკიაჟის და აქსესუარებისა და ჩაცმულობის შერჩევა, ხო? ყოველთვის შეიძლება რაღაცა ადამიანმა შეისწავლოს და დაინტერესდეს. თუ სპეციალისტებს არ მიმართავთ, დავუშვათ არსებობს ამისთვის ლიტერატურა და ვიდეოები, ანუ ყველაფრისათვისება შეიძლება. და ასევე, იქნებით ნორჩ-სხაკეტლში გამოკეტილი 900 წიგით გადაყვეტილი მიუწვდომელი პრინცესა და
და ყინულის დედოფალი, მაგრამ ნუ იქნებით, ნურც უკვე აი ძალიან აი ეს ქოთანის სახში დგას და არსად არ წავა. ნურც ესეთი ნუ იქნებით. ანუ ყოველთვის უნდა ჩანდეს, რომ თაყვანისმცემელიც გყავთ, თქვენითაც ინტერესდებიან და თქვენც გაქვთ რაღაცა ინტერესები, ხო? მამაკაცისა და შულებისა და ოჯახის გარდა. რომ ყოველთვის გაქვთ რაღაცა სწრაფვა, რაღაცა ნაპერწკალი, რაღაცა მიმართულება ცხოვრებაში. გარდა მაგისა, კატათა გვაბანას თამაში, თქმა უნდა, მსუბუქად ცოტა ახლოს მოშვება, მერე ცოტა პატარაზე ხელისკრა. ოღონდ არა ძალიან მკვეთრად და არა ძალიან დამღლელად და სიქან გამომცლელად, ანუ ძალიან ფატალური ქალიც ნუ იქნებით, აი როგორც კარმენია. ესეც მეტის მეტია, მაგრამ არც ძალიან თვინიერი, აი როგორ ვთქვა, აი აღმოსავლეთის თვინიერ ქალადაც ნუ იქცევით, ხო? ცოლად ყოფნა ეს არ ნიშნავს მოსამსახურეობას, მონობას და იმას, რომ აი უკვე მოვიპოვეთ კაცი და ნუ დამთავრდა და მოვეშვით და შეგვიძლიათ მადაოვარცხნელმა მოუწესრიგებელმა უხასიათოთ, მოუვლელად, მოუწესრიგებლად ვიაროთ, ვიჩაჩხანოთ და აი რაღაცა მოვეშვათ, არავითარ შემთხვევაში. ყოველთვის ფორმაში, სახლშიც, გარეთაც. რაც შეეხება ინტიმურ ურთიერთობას, პირიქით, აქ შეგიძლიათ რომ ეროტიკის ქალღმერთები იყოთ, რაც შეიძლება ნაკლები ტაბუ, რაც შეიძლება მეტი გრძნობელობა, სინაზე და ცეცხლი, რაც შეიძლება მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები, ესე ვთქვათ, ნება, გრძნობა, ყველაფერი, ამის გამოხატვა და შეგრძნება, რაც შეიძლება მეტი სიამოვნება. ანუ დედოფალი ვიყოთ ინტიმის გარეთ. ინტიმში ვიყოთ ამ სფეროში მაქსიმალურები. გინდათ ბესტია და გინდათ ქალღმერთი. არის ესეთი ფილმი, ხო? საშიში შილამაზე, სადაც კურტიზანი დედა ეუბნება ქალიშვილს, რომ თვითონ სიყვარული გიყვარდეს და არა მამაკაციო. ანუ გადაეშვით სიამოვნებაში. მამაკაციც გიყვარდეთ, მაგრამ თქვენი თავი უფრო მეტად გიყვარდეთ ამ სიყვარულში. და თქვენი ბედნიერება უფრო მეტად გიყვარდეთ ამ სიყვარულში. და მამაკაცის სიყვარული თქვენდამე უფრო გიყვარდეთ. ვიდრე თვითონ ეს. მე მგონი გასაგებია თქვენ. კიდევ რა ვიცი, რა შეიძლება რომ ითქვას? ნუ, ყოველთვის თმა ფრჩხილები, კანი მოვლილი, კარგად ჩაცმული, სუფთად ჩაცმული, გემოვნებით ჩაცმული, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ მეტისმეტობაშიც. ანუ იქნებით აი ძალიან ნაცვისხესავით. გარდა მაგისა, ქალი როდესაც შედის ასაკში, მას თავისებური სხვანაირი შარმი და აი იჟმინკაო რო იტყვიან, ხო, აი რაღაცა მარილიანია, აი რაღაცა ემატება. შეიძლება ახალგაზრდულად გიცოთ, მაგრამ არა მეტისმეტად ახალგაზრდულად და ბავშვურად. რაღაცა ქალო ელეგანტურ, დახვეწილ ნიუანსებსაც აქვს თავისი შარმი. ვიღაცას ვუალიანი შლაპა უხდება, ვიღაცას გიპიურის ხელთათმანები, ვიღაცას კამია, ვიღაცას ბრილიანტები, ხო? მაგრამ არც იმდენად გადაჭარბებულად, რომ აი ძალიან მე-19 საუკუნის ძალიან ესეთ აი დამაქალს გავდეთ. აი სადღაც რაღაცა ელეგანტურობის შტრიხი აუცილებლად. მაგრამ ახლა ქალი რომელიც უკვე სახეზე ცოტა დამჭკნარია, ხო? ფირუზისფერ მალინისფრად აჭრელებულ ბოთფორტებში და რაღაცა ძალიან წამოთულ მინიკაბაში, რაც არ უნდა კაი სხეული გქონდეს, ცოტა არ იყოს. ეს უფრო ამკვეთრებს, იმიტომ რომ მოლოდინი არის 28 წლის გოგოს სახის და ეს უფრო ამკვეთრებს კიდე ასაკს. სულ გონია რომ ამით თავსი ახალგაზრდავებს. არა. პირიქით მოლოდინი არის, რომ
ასეთი ჩაცმულობა უნდა იყოს 17-დან 25 წლამდე გოგოზე და უცბად 45-55 წლის ქალის სახე და ხელები, ხო? ყელი კიდე, ასე თქვათ. ნუ იქ სადაც ყველაზე მეტად ასე გიჩვენს. ძალიან კონტრასტულია და წამგებიანია, მინდათ გითხრათ. აი, ახალგაზრდა გოგოს კი შეუძლია რომ ყველაფერი აექსპერიმენტოს. ხანდახან ის ვუალიანი შლაპად დაეხუროს და იდაყვებამდე ხელთათმანების ჩაიცვას თუ უნდა გიპიურის. მაგრამ ესეც მოზომელე. და თუ უნდა ნუ თლათ რაღაცა სკოლის მოსწავლესავით 15-16 წლის გოგომ ბაფთები გაიკეთოს, აქეთ-იქით კიკინები და თლათ წამოხდილი კაბა და გეტრები და გამაშებიც კი ჩაიცვას, თუ ეს მას უხდება, ხო? ანუ ახალგაზრდა ასაკს ამ მხრივ არ აქვს შეზღუდვა. რაც უფრო ასაკში შევდივართ, მით უფრო მეტი დაფიქრება და ზომიერება არის საჭირო. და საერთოდ ყველაფერში უნდა იყოს, რაც შეიძლება ოქროშუალითან ახლოს. ეხლა ზუსტად ესე ქანქარა შუაში არასოდეს არ ჩერდება, მაგრამ ეცადეთ, რომ ქანქარის ხევის ამპლიტუდა არ იყოს ძალიან ძლიერი. ყველა, ანუ ურთიერთობის ყველა ასპექტში და ასევე ვიზუალი, თქვენი ვიზუალისა და თვითგამოხატულების ყველა ასპექტში. ეცადეთ, რომ ქანქარა რაც შეიძლება ოდნავ ერხეოდეს. თუ კი იმდებათ სადღაც ოდნავ ზედმეტი მოგივათ ერთ უკიდურესობაში და მერე უცბად მეორე უკიდურესობაშიც ასევე ცოტა ზედმეტში გადახვალთ, ხო? არც ეს არ არის რაღაცა კატასტროფა, ეგრევე ამას მისი რეაქციით და შედეგებით იგრძნობთ და გამოასწორებთ და შეარბილებთ, მაგრამ ეცადეთ, რომ აი ყოველთვის ყურადღებით იყოთ, არ მოეშვათ. მამაკაცთან ურთიერთობა ეს არ არის ის, რომ მოვეშვი ახლა, როგორც ზღვისპირა შეზლონგზე და მწევარ და მზეზე ვთვებიო, არ არის ესე. ეს არის სულ რაღაცა გაკვეთილი, იმიტომ რომ ქალად ყოფნა ეს არის მართლაც და ხელოვნება. ასევე დავუშვათ აი რაღაცა საკუთარი თავის შეზღუდვა, კვებით, შეიძლება ვარჯიში გეზარებოდეს, მაგრამ საჭიროა და თავს დავატანოთ იმისთვის, რომ კარგ ფორმაში ვიყოთ, წონა არ მოვიმატოთ, ტურგორი, კანი, კუნთი ყველაფერი იყოს, ხო? კარგად მოქნილობა და ეს ან ეს ყველაფერი, ხო, მაგრამ ხანდახან თავის განებივრება. აი რაც უცბად ყველაზე მეტად გინდათ, ხო? ნუ დავუშვით იქ რაღაცა ძალიან ცხიმიანი ხაჭაპური მოგინდათ ან ტორტი ან რა ვიცი მე თასი რაღაცა, ხო? ყოველთვის ეცადეთ, რომ აი ძირითადი შემანარჩუნებელი თუ გასახდომი რეჟიმი რაც გააქვთ, ის დაიცვათ და ძალიანაც კალორიებს რომ ძალიან არ აცდეთ მეტისმეტად. რაღაცა ერთი პატარა ხანდახან თუ ყოველდღე არა, ხო? თქვენ თავს ამისი უფლებაც მისცეთ, იმიტომ რომ ესეც დადებითი იმპულსია. და კიდე ერთი სუნამოსთან დაკავშირებით. ძალიან მძაფრი, ძალიან მკვეთრი და ძალიან ბევრი სუნამოდ ასეთვე გადაჭარბება არის, როგორც გადაჭარბება აი ეკლექტიკაში, ანუ ჩათმის ეკლექტიკაში და ზედმეტ მაკიაჟში. თუ კი რაღაც ძალიან ორიგინალური გინდათ, რომ გქონდეთ ტანსაცმელში ან აქსესუარში, ან დიდი და მკვეთრი, ხო? ეცადეთ, რომ სადა მთლიან სადა ფონზე ეს რაღაცა იყოს ერთი. მხოლოდ ერთი. ერთ რაღაცაზე აქცენტი. მე მგონი მოკლედ და ამომწურავად ყველაფერზე ვისაუბრეთ. თუ კიდე რაღაცა საკითხები ამის მერე წამოტივტივდება, შეიძლება ამისი დაფიქსირება და უფრო ფართედ გაშლაც.